ედიტორებო, ჩემო ძვირფასებო, თუ აქ ხართ და მიედითეთ იმას, რასაც ახლა ვიტყვი. წავიკითხე რაღაც კომენტარები, რომ ვითომ თინათინმა 320 რომ ვითომ თინათინმა დამაძალა ლაივში გასვლა და ისევ თინათინზე რომ გადმოდიხართ და ყველაფერში ჩემდას რო რევთ, ჯერ ერთი ძალიან გთხოვთ, შეეშვით ამას ძალიან გთხოვთ ადამიანურად, ჯერ ერთი. არ დავიწყებ უფრო მეტად განხილვებს, მეორეც კიდე. ჩვენ ლაივში იმის გულისთვის მოვედით, რომ მაყურებელს დავემშვიდობოთ და მოვუყვეთ, ანუ ჯერ მოვუყვეთ ჩვენი ახალი ამბები, რაც შეეხება კრუიზში წასვლას, რომ ჩვენი კრუიზი გადაიდო რაღაც მიზეზების გამო, ის რომ ჩვენ მივდივართ ახლა მშობლებთან, მე მინდოდა რომ ჩვენი მაყურებელი კურსში ჩამეყენებინა და არავინ არაფერი არ დამაძალა და რაც შეეხება ჩემ პირადზე გადავწყვიტე ეს მე თქვა, იმიტომ რომ ჩავთვალე რომ საჭირო იყო უკვე დრო იყო და ძალიან გთხოვთ შეეშვით ამ სულელურ ნარატივების გავრცელებას ბოროტო ადამიანებო, თქვენ ისედაც ძალიან ბევრი მიიღეთ რაც გინდოდათ და მოკლედ მიხედეთ თქვენ საქმეებს რა და თქვენ ცხოვრებას და ნუ მოიგონებთ რაღაცეებს. არავინ დილიდან საღამომდე მაინტერესებს და აი ამ ჭორებს რომ ქეკავთ და ერთი ამბავი ხდება, მართლა მიკვირს რა დავაშავე, იქნებ რაღაც დავაშავე და ვერ ხვდები. კარგის მეტი არაფერი არ გამიკეთებია, ყველანაირად კარგის მეტი არაფერი არ გამიკეთებია. ნუ მარა ეს ახლა 1-2 ხო, რა თქმა უნდა, 1-2-3 საიდან მოდის 10 რა ქვია იმითიურ არსებას რა ეხა გველეშაპს სამი თავი რო ქონდა, ვიცი, გველეშაპი ვინც არის. ხო და არ მცალია შენთვის. ჩემი ბედნიერი ცხოვრებით ვარ დაკავებული და შენი უაზრობების ნამდვილად ძალით აკეთებენ გოგოებო, ნუ აქცევთო ყურადღებასო. ხო რა ვიცი, მართალი ხართ, რა თქმა უნდა, ანუ ისეთი ემოციური ფონი მაქვს უბრალოდ, რომ აი ყველაფერს ეხლა ძალიან სენსიტიურად ვიღებ და ვაქცევ ყურადღებას ყველაფრისგან ცუდად ვხდები და ვფორია ხდები და არ შემეცნო რომ ეს არ მეთქვა. მოკლედ ეხლა კი დაგემშვიდობებით რაღაცნაირად გამოვხატე ჩემი ემოცია. ფენოვანი ხაჭაპურის ჭამას. შია კეთილი მგზავრობა გვისურვეთ. ორსული ხარო და ისაო და ესაუბროს რა. დაანებეთ ჩემდას თავი ძალიან გთხოვთ რა. მოწყვეტილები ხართ მართლა რეალობისგან. კარგად. მიყვარხართ ძალიან.